ქრისტეს დროს რაც შეეხება გადმოცემებს რა ადგილი ეკავა. სახარებაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ გადმოცემებს ძალიან დიდი ადგილი ეკავა ზეპირსიტყვიერ გადმოცემებს, მაგრამ ყველაში არა. საინტერესო რა იცი, რომ სადუკეველი ამ გადმოცემებს საერთოდ არ აღიარებდნენ. სადუკეველები საერთოდ თოვლის გარდა არც ერთ წიგნებს არ აღიარებდნენ. ის ხუთ წიგნები. ხო, მოსეს ხუთ წიგნები, ის რაც იუდაიზმის თანახი, რასაც ქვია, რასაც იესო ქრისტე ამბობს. მოსე წინასწარმეტყველები და წერილებიო, სამი კატეგორია. სადუკეველები მარტო მოსეს ხუთ წიგნებობას აღიარებდნენ. გადმოცემებს მიზებდა ფარისევლები. ფარისევლები წარმოადგენდა მაშინელ დროს მოსახლეობის 80%-ს. იმიტომ საშუალო ფენა ღარიბები ამ ყველა ფარისევლები იყო და ფარისევლებმა რაც გააკეთეს მაშინ, რაც პლუსი მათ შეეთვლება, ეს იყო რომ მათმა სინაგოგალური სისტემა შემოიღეს. სინაგოგის სისტემა შემოიღეს. ანუ მათმა ეცადნენ, როგორც ილია ჭავჭავაძემ შემოიღო. წერა კითხვა ყველა სოფელში როცა სკოლების გახსნა, ისე გააკეთა მაშინ ფარისევლებმა და ამაში მაგარი იყო, მაგრამ როგორც ყველა კარგ დაწყებას აქვს ზოგჯერ ცუდი გადახვევები, რო ვთქვათ, იყო ის ხალხი, ვინც ანგარების გამო და რაღაცების გამო გადაუხვია ღვთის სიტყვას და ზოგმა გაუთანაბრა გადმოცემები, რა ქვია, თორას, ზოგმა თორაზე მაღლა დააყენა, ნუ იყო ესეთი ხალხიც, ეს იყო ძირითადად ფარისეულ სკოლებში იყო ესეთი, ისე და სულ დავა იყო ერთმანეთში. მაგრამ ომი არ იყო ერთმანეთში, ანუ სიძულვილი არ იყო ერთმანეთში. აი მაგალითად ჩვენ რო ვხედავთ იესო ქრისტეს როდესაც ეპაექრება ფარისევლები, ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ ისე რომ თქოს ფარისევლებს ზულდა იესო. არა. ეს ფარისევლები ამოწმდნენ იესო ქრისტეს სკოლის სიბრძნეს. რამდენად ბრძენია ეს. მართლა ესეთი ბრძენია, როგორც ხალხი ასწავლის და ამიტომ ცდილობდნენ მის ჩაჭრას იმ გაგებით კი არა, რომ აი ნახე მე რა მაგარი. ეს მიღებული პრაქტიკაა იუდაიზმში. ახლაც არის აი მაგალითად მოვლენა. ხო, ახლაც ისრაელში რო გაიგებენ, რომ მაგარი რაბინია ვიღაცა ამერიკაში იმაში და ჩამოდის ისრაელში სტუმრად, ხო? ვიღაცა რამო 5-6 სკოლიდან იქენ გამოვა, შიკრიკებს გამოაგზავნიან და ამ კონფერენციაზე ამ იმაზე ეს სიტყვას ეთქვენ. აი ეს როგორ ხდება? ეს ასე ხდება? და ასე მიდის. ნუ ეს ასე მე ვარ მომსწრე მაგის ყველაფრის და ეს გავლილი მაქვს ეს ყველაფერი და ეს ძალიან საინტერესოა სხვათა შორის ეს ანვითარებს სხარდგონებას. და კიდევ დააკვირდი რომ იესო ქრისტე ყოველთვის თუ დააკვირდები ფარისევლებს პასუხობდა ყოველთვის მოკლედ. მოკლედ და მომწურავად. ხაი, მოკლე იყო პასუხები. ეს რაბინების სტილია და დააკვირდი ზოგიერთი იესო ქრისტეს შეკითხვა თვით პასუხი იყო. კითხვას უუმეორებდა ეს მისი კითხვაში იყო ის პასუხი ჩადებული და რაბინები უკვე ვეღარ ეკამათებოდნენ, იმიტომ რომ იცოდნენ ის რა პასუხები იყო. ნუ ეს ნიშნავდა იესოს დიდ სიბრძნეზე მიუთითებდა, როგორც ის უდიდესი რაბინი, ნუ ღმერთი და ყველაფერი, რომ ვთქვათ ასე, რომ აი ეს მომენტი იყო. ამიტომ იესო ქრისტე როცა მარკოზის სახარებაში ეუბნება რა ფარისევლებს, თქვენ რატომ მიატოვეთო უფლის მცნებაო და თქვენ გადმოცემებსო, ეს მართალი იყო და კერძოდ ეს როდესაც იესო ქრისტე ამას უპირისპირებს, უნდა გვესმოდეს ვის უპირისპირებს. ეს იყო შამაის სკოლა. იყო რაბი ჰილელის სკოლა, ორი დიდი სკოლა იყო, რაბი ჰილელის და რაბი შამაის სკოლა. რაბი შამაიმ გადმოცემები გაუტოლა და გაიმასქნა, რა ქვია, თორის სწავლებას უფრო იმასქნა, ზემო დააყენა რა. რაც სამწუხაროდ ეკლესიასაც დაემართა ეგა, სამწუხაროდ. ანუ ისტორია მეორდება, როგორც ბრძენი სოლომონი ამბობს, არაფერი ამ ქვეყანაზე ახალი არა ბზის კვეთში. ყველაფერი მეორდება. ადრე ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია. ანუ ისაც ფარისევლებს და ისრაელს იუდაიზმს დაემართა, იგივე დაემართა ტრადიციულ ეკლესიებსაც. მაგალითად, ფირქეა ის რა ქვია, ფირქეა 20 ასე იწყება. ფირქეა 20 ეს არის თალმუდის ნაწილი და მამათა სწავლებას ნიშნავს. ესეთი რამე იწყება, რომ ესეთი სიტყვებით იწყება. თორა ჩვენ გადმოგვიქცა მოსეს გადაეცა თორა სინაის თაზე, მოსემ გადაცა იესო ნავეზეს,
იესო ნავიზემ გადასცა წინასწარმეტყველებს, წინასწარმეტყველებმა გადასცა დიდ სინედრიონ, დიდ საკრებულო. სინედრიონი ანუ ჩვენ სინედრიონს. და ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართო თორაო შემოვღობოთო, ზღუდე გაუკეთოთ, შემოვსაზღვროთო და ეს შემოსაზღვრა არის ზუსტად ის გადმოცემები, რასაც ქვია. ანუ ჩვენ განმარტავთ. არა, განმარტება არა. განმარტება ეგ შორს წასულია იესოს დროს მასე არ იყო. ესეთი ის არ ქონდათ, რომ აი ჩვენ გვაქვს განმარტების უფლება. ეს გვიანდელი რაბინული იუდაიზმშია. კლასიკური იუდაიზმში ანუ რა იგულისხმებოდა? თორის შემოსაზღვრა ნიშნავს, აი მაგალითად ადამიანი რო სოდვაში არ ჩავარდეს, ამისათვის რაღაც ნაბიჯებს აგრძალვებს იკეთებს თვითონ. მაგალითად მეზობელთან მარტო არ დარჩეთ ხო, დავუშვათ. ხო. რატო? იცავ რა. ხო, თავს იცავ. თორა არ გეუნება მასეთ რამეს. მაგრამ მამათა სწავლება გასწავლის. ესა ცუდი არაფერი არ არის. იდეა კარგია, მაგრამ როცა შენ ამას ქმნი კანონზე უფრო მაღლა აყენებ, ან უტოლებ. უტოლებ. გინდა თუ არა. კიდე თუ არა, ხო, იმიტომ რომ მე ის ზალას კარგავს. იმიტომ რომ ის ადამიანური მცნება. რატო კარგავს ზალას, იცი? გარემოებები იცვლება. ღმერთის მცნება რატოა იცი უნიკალური? მასზე გარემოება ვერ მოქმედებს. ამიტომ ამბობს პავლე ისა დავითი რომ მცნება უფლისად ჭეშმარიტია. ჭეშმარიტი რატო ნიშნავს? ის მუდმივია. ის არ ექვემდებარება გარემოებს, არ ექვემდებარება ცვლილებას. და მიწა გადავაო, დედა მიწა გადავაო. და მცნება უნდა დარჩები, ის არ იცვლება. აი არ შეიძლება შემცნება შეცვლა, ვერ შეცვლა. მაგრამ მისი პრაქტიკაში გამოყენების წესი, აი როგორც შენ თქვი ახლა პრაქტიკაში გამოყენების წესი, ის იცვლება გარემოებიდან გამომდინარე. ქრისტეს დროს ქალთან ყოფნა, მარტო ყოფნაც უკვე იმდენად ინტიმურად ითვლებოდა, რომ დედაკაცი და ხალი, დედაკაცი და მამაკაცი მარტო რო ყოფილიყო, ეს იმდენად ინტიმური იყო, აი დღეს თუ პორნოგრაფიას უყურო, ცუდი შედარება, მაგრამ ანუ საცთური უფრო იყო, ისევე ეს იყო. დღეს ახლა შენ ჩაოლებრივად გოგოსო შეგიძლია იყო კაფეში და შემა არავითარი ცუდი აზრი არ გამოგივიდეს. მაშინ ესეთ დონეზე იყო. ესეთი დონეზე იყო, თან ჩაცმულობა იყო, ეს ხალი სულ დაფარული იყო. ეს ხალი ხო არ იყო, აი ჩვენთან რომ გამოდიან ახლა. ეხლა გარემოება შეიცვალა და არ შეიძლება ის სტანდარტი ახლა გინდა თუ არა იმაცა. მაგრამ ეს სტანდარტი მოქმედებს უცებ შეყვარებული ხავს. აიგე? ანუ უკვე შეყვარებულთან უკვე ყოველსა და სხვა ისაა. ანუ ეს ასია ძმა და ეს გადმოცემები ასე იყო და ასე გაუტოლდება. დღეს როგორ არის ეს გადმოცემები? გატოლებულია. რაბინულ იუდაიზმში გატოლებულია. რაბინულ იუდაიზმში კი. რაბინული იუდაიზმი ეს აღარაა კლასიკური იუდაიზმი. თვითონ რაბინული იუდაიზმი რამოდენიმე სკოლად იყოფა. ესა ხასიდები, ორთოდოქსები, ულტრაორთოდოქსები არის, ხარედიმები არის, კონსერვატორები არის, რეფორმატორები. ეს იუდაიზმის დაყოფა ოფიციალურად, მაგრამ ამ ოფიციალურ დაყოფებში ხო კიდევ სკოლებია, შიდა სკოლები. აი რაბინი სხვა ამ რაბინს ამ თორის ამ იმაზე სხვა სწავლება აქვს ესა. მაგრამ თავარი ერთ სამ რამეში არის შეთანხმებული. თორა, ისრაელი და მასიახი. ეს სამი ყველას ერთნაირი აქვს.